მსხვერპლით დასრულდა ღაზის სექტორში ისრაელის მორიგი თავდასხმა. 20 გარდაცვლილ შორის არიან ავტორიტეტიანი მედია საშუალებების ჟურნალისტები. Associated Press-ის ცნობით ამ თავდასხმისას დაიღუპა მათი ფრილანსერი მარიამ აბუდაკა. გამოცემის ცნობით ის უახლეს ამბებს ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან აშუქებდა. საავადმყოფოზე იერიშის დროს ასევე დაიღუპა ალ-ჯაზირას ჟურნალისტი მუჰამედ სალამა. ეს კიდევ ერთი დიდი დანაკლისია მაუწყებლობისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კორესპონდენტი ანა სალშარიფი დაკარგა. ის ჟურნალისტების კარავზე ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან Reuters-ის და NBC-ის რეპორტიორები. Reuters-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა მათი ოპერატორი ჰოსამ ალ-მასრი. ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია NBC-ს თავისი ჟურნალისტის მოაზ აბუტაჰას დაღუპვის შესახებ, რომლის გარდაცვალებაც ასევე ოფიციალურად დადასტურებულია. ეს თავდასხმები მოყვა ივლისში საერთაშორისო მედია საშუალებების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისრაელის ხელისუფლებას ღაზაში ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ისრაელ-ჰამასის ომი ბოლო დროს ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონფლიქტია და ისინი მიზანმიმართული თავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ თავდასხმას შეცდომა უწოდა. ის, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცდომად მიიჩნევს, ჟურნალისტების სიკვდილი გამოიწვია.